და ბოლოს კურატორის ვინაობა, რომელიც საქართველოს ბიენალეს ვენეციის 55 ბიენალეზე წარადგენს დღეს გამოვლინდა. კონკურსის საკურატორო წინადადებაზე ქართული პავილიონის წარსადრენად კულტურის სამინისტრო 2012 წლის 3 დეკემბერს გამოაცხადა. 17 წინადადებიდან საბჭომ ორდღიანი განხილვის შედეგად ბიენალეზე წარსადრენად იონა ვარშას საკურატორო პროექტი შეარჩია. გამოფენის მიზანია გამოავლინოს საქართველოს უკანასკნელი 20 წლის სოციალური, პოლიტიკური და იდეოლოგიური ауრის ორივე, როგორც კრიტიკული, ისე პროგრესული თვალსაზრისი და თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის როლი. წლევანდელი ბიენალეს თემა ცოდნის ტაძარი. ფორუმი გაიხსნება ვენეციაში 2013 წლის 1 ივნის. შევარჩიეთ იონა ვარშას საკურატორო წინადადება. ეს გახლავთ პოლონელი კურატორი, რომელსაც ბევრი უმუშავია საქართველოში, რომელსაც წარმატებით განუხორციელებია რამდენიმე პროექტი. და ამ შემთხვევაში ეს მისი პროექტი ევრორემონტის თემას ეხება ზოგადად, რაც ესეთი ფართო სპექტრის მომცველია და მე ვიტყოდი, რომ ამ ბოლო 20 წლის მანძილზე მომხდარ ცვლილებებს ეხება ურბანული განვითარების, პოსტსაბჭოთა სისტემის რღვევას და ჩანაცვლებას, თავისუფალი ეკონომიკით და ასე შემდეგ.